2026 წელი გურჯაანის ტექნოპარკში ახალი, ინოვაციური და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტები დაიწყო. თემაზე ვრცლად ტექნოპარკის ხელმძღვანელ ელენე გოგოლაშვილთან ვისაუბრებთ. ელენე, გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, მადლობას გიხდით თქვენი მოწვევისთვის. როგორც ვიცი, გაგვი ძალიან კარგი წარმატების ისტორია, ტექნოპარკის პროგრამების ერთ-ერთი მონაწილე გახდა ტრენერი, მოგვიყევი ამის შესახებ და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი პროექტებზე. დიახ, ამ მომენტისთვის გურჯაანის ტექნოპარკში მიმდინარეობს რეგისტრაცია პროგრამირების შემსწავლელ კურსზე. აღნიშნული კურსი უკვე მესამე წელია ცხადდება, გვაქვს გარკვეული წარმატება კურსდამთავრებულმა, რომელმაც პირველ წელს გაიარა პროგრამირების კურსი, 2026 წლიდან იქნება აღნიშნული კურსის ტრენერი. აღსანიშნავია, რომ იგი ტრენერი იქნება არა მხოლოდ გურჯაანის ტექნოპარკის პროგრამირების კურსის, არამედ საქართველოს მასშტაბით 8-ვე ტექნოპარკის. დიახ, ეს არის მაგალითი, რომ თუ მოინდომებს მონაწილე, მას შეუძლია რომ დასაქმდეს კიდევაც გურჯაანის ტექნოპარკში. დიახ, ნამდვილად ასე არის. გურჯაანის ტექნოპარკი ახალგაზრდებს თავაზობს შესაძლებლობას ისწავლონ და შემდგომ უკვე თავიანთი მოტივაციის შრომის საფუძველზე ის შესაძლებლობები, რაც იქმნება გურჯაანის ტექნოპარკში, გახდეს ამ ყველაფრის ნაწილი და ნამდვილად დიდი წილი ვფიქრობ, რომ ახალგაზრდის მონდომებაზე არის დამოკიდებული. დიახ. ელენე, რა პროგრამებს თავაზობთ ახალგაზრდებს? ამ მომენტისთვის, როგორც აღნიშნე, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კურსი არის პროგრამირების კურსი, შედგება მთლიანობაში 3 მოდულისგან, მიმდინარეობს სწავლება 6 თვემდე, დასასრულს მონაწილეს აქვს ფუნდამენტური ცოდნა პროგრამირების მიმართულებით. ასევე ამ მომენტისთვის მიმდინარეობს რეგისტრაცია და ვემზადებდით აქტიურად საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში განვახორციელოთ გურჯაანის ტექნოპარკში ტექნოლოგიური კვირეული 9-დან 13 მარტის ჩათვლით სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ გადადგან პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიურ სამყაროში, აუცილებლად უნდა შემოგვიერთდნენ. ამ მომენტში გურჯაანის ტექნოპარკში მიმდინარეობს მაგალითისთვის ვიდეო რედაქტირების კურსი, რომელიც გუშინ დაიწყო და საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. ასევე გეგმავ სხვა ტიპის ვორქშოპს, 3D მოდელირების ვორქშოპი, ველოდებით უახლოეს ნაკრებებს STEM მიმართულებით თებერვლის ბოლოს და გაზაფხულიდან აქტიურ რეჟიმში დავიწყებთ ახალგაზრდების გადამზადებას რობოტიკის, ელექტრონიკის უახლოესი ნაკრებების გამოყენებით, ასე რომ ყველა ინფორმაცია არის ღია, საჯარო, ანონსდება გარკვეული დროით ადრე, აქვს შესაძლებლობა რომ დარეგისტრირდნენ და თუ გაინტერესებთ, თუ ახლა გვიყურებთ და გაინტერესებთ ყოველივე რაზეც ვსაუბრობთ, შეგიძლიათ რომ შემოგვერთდეთ ჩვენს Facebook ჯგუფში გურჯაანის ტექნოპარკი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ყოველდღურად საკმაოდ ბევრი ადამიანი, მშობელი, სკოლის მოსწავლე გსტუმრობს ადგილზე, თავად გურჯაანის ტექნოპარკში. ასევე სურვილი შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მოგბრძანდეთ და ადგილზე მიიღოთ დეტალური ინფორმაცია ჩვენი პროექტებისა და პროგრამების შესახებ. დიახ, ხშირად მსურველი არის ხოლმე ბევრი, თუმცა სხვადასხვა პროექტებზე არის ადგილი შეზღუდული და თქვენ იღებთ გარკვეული რაოდენობის მოსწავლეს. რა სახის გასაუბრებას გადიან ხოლმე ისინი და რას ურჩევთ, ვისაც სურს რომ მიიღოს ამ პროექტებში მონაწილეობა? დიახ, პროექტების და მიხედვით შერჩევის ეტაპები განსხვავდება. მაგალითისთვის, პროგრამირების კურსზე, რომელსაც ახლა მიმდინარეობს რეგისტრაცია, შედგება 3 ტიპის შერჩევის ეტაპებისგან. პირველი არის რეგისტრაცია, შემდგომ დავალება, მონაწილეს რეგისტრირებულ იმეილზე ეგზავნება დავალება, რომელიც გარკვეულ ვადაში უნდა შეასრულოს. დავალების წარმატებით შესრულების შემთხვევაში, შემდგომ უკვე ინიშნება მასთან გასაუბრება იმისათვის, რომ დავინახოთ ახალგაზრდის მხრიდან მზაობა. ერთადერთი, რასაც ვითხოვთ ხოლმე ახალგაზრდებიდან, ეს არის მზაობა, სურვილი, მოტივაცია და დრო, რაც ყველაზე ძვირფასი არის ახალგაზრდებისთვის, მათ აქვს დატვირთული გრაფიკი, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ დროითი რესურსი იმისათვის, რომ სრულად დაესწრნენ ტრენინგ კურსებს. ასევე გვაქვს პროგრამები, სადაც არ გვაქვს არანაირი შერჩევის კრიტერიუმი, მხოლოდ რეგისტრაცია არის ხოლმე საჭირო და ეტაპობრივად ყველა მსურველს ვუტარებთ ვორქშოპებს.
პროექტებს, მაგალითად, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, რობოტიკის ნაკრებების და STEM მიმართულებით ვორქშოპები, რომლებიც გაზაფხულიდან აქტიურად დაიგეგმება, ჩაუტარდება აბსოლუტურად ყველა მსურველს და აქ არ იქნება რაიმე ტიპის შერჩევის პროცედურები. ყოველწლიურად ვხედავთ იმ შედეგებს, რომლებიც მოაქვს ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტებს. აი მაგალითისთვის რომ გითხრათ, გასულ წელს ჩავატარეთ სასკოლო კონკურსი, გაიმარჯვა ლაგოდეხის სკოლამ და მათ შექმნეს სტარტაპ პროექტი, სტარტაპ იდეა, რომელიც დღეს არის უკვე ჩაშვებული და მე როგორც ერთ-ერთმა მომხმარებელმა გუშინ მივიღე მათგან სწორედ იმეილი, რომ დაამატეს მათ თავიანთ სტარტაპს ახალი ფუნქციონალი, ახალი ველები და ეს მომენტი არის ხოლმე ძალიან სასიამოვნო და საამაყო ჩვენთვის, რომ გასულ წელს შექმნილმა სტარტაპმა გააგრძელა მუშაობა და განვითარდა დიახ და აი ეს პროექტები არის სწორედ აუცილებელი იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა აღმოაჩინონ ტექნოლოგიების, ინოვაციური მეწარმეობის სამყარო, გაუჩნდათ ახალი იდეები და ნამდვილად ყოველდღურად ძალიან ბევრი ადამიანისგან ვიღებთ დადებით უკავშირს და ეს არის ჩვენთვის мотиваცია რომ გავაგრძელოთ ამ საქმის გაკეთება უფრო მეტი ენთუზიაზმით და სიყვარულით. 2026 წლის ჩვენი გეგმა უკვე შემუშავებულია, დავიწყეთ მის შესრულებაზე მუშაობა. ამდენად გურჯაანის ტექნოპარკში 2026 წელიც იქნება ძალიან საინტერესო. დიახ, და გარდა ამისა, გურჯაანის ტექნოპარკი გახდა ერთ-ერთი მთავარი თავშეყრის ადგილი ახალგაზრდებისთვის, ხო? აი აქამდე არ არსებობდა მათთვის ესეთი სივრცე. კი, ნამდვილად გურჯაანის ტექნოპარკი პროექტებთან ერთად არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს თავისუფალი დრო შეუძლიათ გაატარონ საინტერესოდ, მოვიდნენ იმუშაონ კომფორტულ გარემოში. ხშირად ყოველდღურად ხდება თითქმის ეს ჩვენ სივრცეში, რომ ჩვენს გარემოში მეგობრდებიან, იძენენ თანამოაზრეებს, ანუ ტექნოპარკში მოდიან ის ადამიანები, რომლებსაც აინტერესებს ტექნოლოგიები და შესაბამისად საერთო ინტერესებით ძალიან მარტივად იკვეთებიან ხოლმე ადამიანები. აი გუშინ მაგალითად ერთი ახალგაზრდა მოვიდა ჩვენთან სამუშაო სივრცეში, აღმოჩნდა ხელოვნური ინტელექტის წარმატებული ტრენერი, ადგილობრივი სხვათა შორის და იქ ჩვენთან იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთ პროექტებზე მუშაობდნენ და უცებ ისეთი საინტერესო დიალოგი წარიმართა მათ შორის, რომ ძალიან სასიამოვნოდ ვუსმენდი, მიიღეს რეკომენდაციები, რჩევები და მოკლედ ყოველდღიურობაც გურჯაანის ტექნოპარკში ძალიან საინტერესოა პროექტებთან ერთად. დიდი მადლობა ელენე, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ. მადლობა ასევე თქვენ.